მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. რითი შეიძლება იყოს ჩვენთვის საინტერესო? კი, პირველ რიგში მინდა რომ უკრაინას გამოვუხატო კიდევ ერთხელ ჩემი მტკიცე მხარდაჭერა და სოლიდარობა. დღეს არის ის დღე, როდესაც 3 წლის წინ რუსეთი არაპროვოცირებულად შეიჭრა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე, როდესაც განახორციელა მორიგი ფაშისტური და ბარბაროსული შეტევა მეზობელ სახელმწიფოზე. ჩვენთვის ეს ძალიან კარგად ცნობილი ამბავია ამ ქვეყანაში. ქართველთა თაობები იბრძოდა და იბრძვის იმისათვის, რომ საქართველო იყოს რეალურად გაერთიანებული, გამთლიანებული სახელმწიფო. ამიტომაც კიდევ ერთხელ ჩვენი მტკიცე და მყარი სოლიდარობა უკრაინულ ხალხს ამ დღეს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობა მალე მიიღწეს და მიიღწეს ისეთი ტიპის მშვიდობა, რომელიც უკრაინის ეროვნულ სუვერენულ ინტერესებს გაითვალისწინებს მაქსიმალურად და რომელიც შედეგად მოგცემს მშვიდობას რეგიონში და კეთილდღეობას და სტაბილურობას უკრაინაში. და სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი. სწორედ ის გვინდა ჩვენც, რომ საქართველო გავიყვანოთ ფონდს და იყოს იმ სივრცეში სახელმწიფოებისა, იმ კლუბში, ასე თუ ვიტყვით, სადაც არის მშვიდობა, კეთილდღეობა, მეტი პენსია, მეტი დაცულობა, სადაც დიდ თოვლობის არ ეშინია ადამიანს, სადაც 24 ხანდაზმული არ არის რისკის ქვეშ, რომ სახურავი ჩამოწეს, იმიტომ რომ მოთოვა და საუბარი მაქვს გურიაზე. და იქ ჩვენ ვნახეთ, ხო, ძალიან სამარცხვინო პასუხი სახელმწიფოზე რეალურად, სადაც ადამიანებს არ ეშინიათ სიცივის, არ ეშინიათ შიმშილის, სადაც ყოველი მეხუთე ბავშვი არ შიმშილობს და სადაც არის კანონის უზენაესობა, სტაბილურობა და განვითარების შანსები. ამას ქვია ევროპული კავშირი. ეს არის ის, რომლის კარიც გაიხსნა და ჩვენ რეალურად გვითხრეს, რომ თუ თქვენ გაატარებთ ყველა რეფორმას, თუ თქვენ მიიღებთ ყველა სწორ ზომას, თქვენ აქ ისხდებით. აი ამ მაგიდასთან დგას სკამი, რომელიც აგერ ფოტო გამოაქვეყნეს, არის თავისუფალი, цаრიელი. კი ბატონო. და საქართველოს, ან ჩვენ ქართულ ხალხს და არა ქოცებს ბუნებრივია, ხო? არა პოლიტიკურ ეგრეთ წოდებულ ლიდერშიპს, იმიტომ მათზე უკვე აღარ არის საუბარი. ჩვენ გვითხრეს, რომ ეს სკამი აქ დგას და არის цаრიელი. მოდით და დაიკავეთ ეს სკამი. მოდით და დადგით ქართული ეროვნული სახელმწიფო დროშა და ქართული აქციეთ ევროპული კავშირის ერთ-ერთ სახელმწიფო ენად, რაც მოხდება, როდესაც შევალთ ევროპულ კავშირში. აი ცივილიზაციურ ერთეულში, რომელიც სწორედ ქრისტიან დემოკრატიას ემყარება, კანონის უზენაესობას ემყარება, დაცულობას ემყარება და რომელმაც შექმნა მსოფლიოს ისტორიაში მშვიდობის ყველაზე ხანგრძლივი პროექტი და ეს არ არის შეფასება, ეს არის ფაქტი. აი ახლა ამ ყველაფრის წინაღობად გვევლინება ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომელსაც არ მოუგია არჩევნები, რომელსაც არ გააჩნია არავითარი რესურსი, რომელსაც ყავს სანქცირებული მინისტრები და რომელიც ღიად გვეუბნება, რომ ნაცვლად ევროპული კავშირისკენ წასვლისა და ახლა ამით გადმოვასწრებთ გერმანიაზე, მათ არ შეუძლიათ, რომ ღიად თქვან უარი 3+3-ზე, ხო, რაღაც ენის მოჩლექით გვესაუბრებიან, შესაძლოა, შევიდეთ, შესაძლოა, არ გამოვრიცხოთ. წარმოიდგინეთ, რა დრო დადგა ქვეყანაში, როდესაც ირანში მოარული პრემიერ-მინისტრი ჰამასის და ჰეზბოლას გვერდით დგას, სადაც სკანდირებენ სიკვდილი ამერიკას. არც იმას არ გამორიცხავს რეალურად, რომ 3+3-ში შევიდეთ. ეხლა ამ ფონზე დიანა ძალიან მნიშვნელოვანია გერმანია. არ არის ამას, ეს არ არის ახლა დღის წესრიგის თემა, იმიტომ რომ ძალიან ბუნდოვანი იყო ვოლსკის პასუხი არსებობს ამ თემაზე, ერთადერთი, რომელიც ამ ეტაპზე გამორიცხულია თქვა, მაგრამ სამომავლოდ ზოგადად არ გამორიცხა ბოლომდე, ამაშია საქმე. თქვა, რომ ამ შეიძლება არა, მაგრამ მომავალში არ გამორიცხა და ამაზე მე ვიტყვი ღიად, საქართველოს უნდა ქონდეს აბსოლუტურად მკაფიო ერთმნიშვნელოვანი პასუხი და ეს არის არა. ჩვენ აქვე ვიტყვი რა თქმა უნდა, ყველა მეზობელთან უნდა ქონდეს გამართული. მომავალზე ლაპარაკი, ახლა ეს თქვათ, მათი მხრიდან მათზე არ ვლაპარაკობ. ზოგადად, მაინც ფიქრობ თუ არა, რომ ისე სწრაფად იცვლება პროცესები, ისე სწრაფად ხდება რაღაცების გადალაგება, რომ ეს თქვათ, მერცი ამბობდა სავარაუდო კანცლერი, რომ აი მეც მიკვირს, რომ ვამბობ და ამერიკისგან ეს თქვათ, რაღაცნაირად ჩვენი სტრატეგიული ავტონომია უნდა გავაკეთოთ. და მე ეს გვერდით ძალიან კარგი. ამიტომ უკვე ისეთ რაღაცებზე მიდის ლაპარაკი, რომ წინ და წინ ვოლსკი კი არა, ევროპელი ლიდერები ვერ ჭრეტენ, ეს თქვა რა შეიძლება მოხდეს. დამით უმეტეს ვოლსკი, გადახვევით კი. საქმე იმაში, ხო, გერმანიას დავუბრუნდე, პირველ რიგში საკმაოდ კაფეო გამარჯვება აქვს CDU-ს, კონსერვატულ პარტიას, ქრისტიან დემოკრატთა კავშირს. შესაბამისად ბატონი მერცი იქნება ის, ვინც ეხლა უკვე იწყებს და ვინც უკვე დაიწყო საუბრები კოალიციის შეკვრასთან დაკავშირებით. გერმანიას ეყოლება ახალი მთავრობა საორიენტაციო აღდგომის
პერიოდში აღდგომამდე შესაბამისად აპრილში გერმანიას და შესაძლოა რომ მალეც ეყოლება ახალი კოალიციური ხელისუფლება ჩვენ ვიცით ის რომ ხო სამწუხარო არის რომ ისეთმა რადიკალურმა ძალებმა როგორც მაგალითად AfD რომელიც რა თქმა უნდა არის სრულიად ბოროტმოქმედული აზრებით და ჩემთვის კატეგორიულად მიღებული აზრებით განწყობილი ძალა რომელიც რა თქმა უნდა თანამშრომლობს პუტინთან და ყველა ასეთ ძალებს აქვს პუტინთან პირდაპირ ბმა რა თქმა უნდა ამ ძალამ უფრო მეტი შედეგი აჩვენა ვიდრე სახარბიელო იქნებოდა ცივილიზებული მსოფლიოსთვის, საერთაშორისო მეგობრობისთვის, მაგრამ იყო პროგნოზები კიდევ უარესად მეტი ხმების მიღებისა მათ მიერ. ამიტომ მე ამას არ შევხედავდი რაიმე ტრაგიზმით. მთავარი არის რომ სწორი ძალები შექმნიან კოალიციას და ყველაზე მთავარი არის ის რომ მერცი არის ძალიან პრინციპული უკრაინის საკითხზე ევროპული უსაფრთხოების საკითხზე ბუნებრივია ის არის პრინციპული ავტოკრატიების წინააღმდეგ შესაბამისად ჩვენ საკითხზე გერმანიის პოლიტიკა რა თქმა უნდა დარჩება ისევე მტკიცე და შეუვალი როგორც აქამდე იყო და შესაძლოა კიდევ უფრო კაფიო და მყარიც კი იყოს, ამიტომ მერცი არის ძალიან კარგი სიახლე და მე ვფიქრობ ეს არის კარგი სიახლე სრულიად ევროპული კავშირისთვის სწორედ იმ ფაზაში, რომელსაც თქვენ აღწერთ ძალიან სწორად, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ეხლა რას ვხედავთ, რომ 75 წლიანი ჩარჩო ტრანსატლანტიკური ურთიერთობისა, შესაბამისად ამერიკის და ევროპული კავშირის თანადროული ურთიერთობებისა გარკვეული რევიზიის საგანია. ეს არ ნიშნავს, რომ ტრამპი ევროპას არ მიიჩნევს მნიშვნელოვან პარტნიორად, ამერიკას ყოველთვის ჭირდებოდა და ჭირდება ევროპა როგორც გეოსტრატეგიული პარტნიორი, ეს არ შეიცვლება დამერწმუნეთ, დაიხსომეთ, ჩემი ნათქვამის, რა თქმა უნდა, არ შეიცვლება, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ევროპამ უნდა იყოს მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ მათ შორის თავდაცვის უნარიანობაზე, საკუთარ მედეგობაზე, მე ეს მგონია სწორი და მე დიდი ხანია სწორი მგონია და მეტიც მგონია ევროპამ ევროპული არმიისკენაც უნდა გადადგას ნაბიჯები, მე პირადად როგორც ერთი ადამიანი ამას ყოველთვის ვემხრობოდი და ის რომ ამისი мотиваცია შეიქმნა ეს სავსებით კარგი რამ არის ევროპის ჯანმრთელობისთვის მათ შორის და მე დარწმუნებული ვარ რომ მუშუპოს სხვადასხვანაირად გადანაწილებით, სხვა პროცენტულობის ინვესტირებით, მათ შორის თავდაცვის უნარიანობის და სამხედრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით, ევროპა კიდევ უფრო გაძლიერდება, კიდევ უფრო როგორ ვთქვათ, ავტონომიურდება და მართლაც მიაღწევს ახალ სიმაღლეს და ეს არის კარგი. ეხლა ჩვენ აქ ქართველებმა უნდა ვიკითხოთ ჩვენი ინტერესი სად არის ამ ყველაფერში. ჩვენ რას ვაკეთებთ? აი სად ვართ ჩვენ ამ დროს? მაშინ სწორედ, როდესაც იქმნება ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა, რაც თქვენც ახსენეთ, როდესაც ახალი შანსები იხსნება, ახალი ჩარჩო იქნება. ამაზე იქმნება. სად არის საქართველო ამ დროს? საქართველო ამ დროს განიხილავს შევა თუ არა 3+3-ში და ნამდვილად არ განიხილავს წავა თუ არა ევროპისკენ. აი ეხლა ამ საქართველო ამ დროს ორმაგად უნდა მუშაობდეს. დიპლომატიური უწყების ხელით თუ საშუალებით მაგალითად მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების ინიცირებულ რეზოლუციას გაეროში, რომელიც ახლა უკრაინის რეზოლუციის ალტერნატივაა, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების ინიცირებულია და ოცნების ხელისუფლება ამბობს, რომ აი რაღაცნაირად ცდილობენ ევროპასთანაც და ამერიკასთანაც შეეცდებიან გადატვირთვის პოლიტიკაზე იმუშაონ. ეს რამდენად შესაძლებლად მიგაჩნია? ხო, აი ამაშია საქმე, ეს კარგი მაგალითია, სწორედ. პირველი, რასაც ვამბობდი პრინციპში, აი ეხლა იმ ფონზე, როდესაც ევროპული კავშირი საუბრობს მეტი გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური ავტონომიის შექმნაზე, ხო, კონტინენტის მასშტაბით, ევროპული კავშირის მასშტაბით. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპა ახლებურად იწყებს გადაფასებას საკუთარი თავდაცვის უნარიანობის. მათ შორის ბიუჯეტის და ბიუჯეტიდან რა წილი უნდა დაიხარჯოს უსაფრთხოებაზე, სამხედრო ინდუსტრიაზე, წარმოებაზე, მათ შორის იარაღისა და ასე შემდეგ. ეს არის ისეთი ტიპის აი ტრანსფორმაციული მომენტი, როდესაც მაგიდასთან ყოფნა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ქართული დროშა უნდა იდგეს ახლა იმ მაგიდასთან. ხო, აი მცარიელ სკამში უნდა იჯდეს ბოჭორიშვილი ან ლეგიტიმური საგარეო საქმეთა მინისტრი, ხო? ბოჭორიშვილი უნდა მჯდარიყო და უნდა იჯდეს რეალურად საქართველოს ლეგიტიმური წარმომადგენელი. აი მინისტრი ვისაშებო რომ ეწოდოს და არა აქეთ-იქით გაურკვეველ აი პარტიის წარმომადგენელს უწოდებენ, ხო? დესპანებით რომ დადის ხან სად, ხან ყაზახეთში, ხან სად, ხო?
აი ეხლა იქ უნდა იყოს ქართველი ლეგიტიმური მინისტრი და უნდა საუბრობდეს საქართველოს სახელით, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ ამ ახალი უსაფრთხოების ქოლგის ნაწილი, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი თავდაცვის უნარიანობა, მეტი მედეგობა, მეტი შეკავშირების პოლიტიკაში ჩართულობა, იმისათვის, რომ საქართველოს სუვერენულობა განმტკიცდეს და გაათმაგდეს და ნაცვლად იმისა, რომ აი ეხლა ამ ფონზე, როდესაც ევროპა უფრო წინა პლანზე მოდის, ასე თუ ვიტყვით, საკუთარი გეოსტრატეგიული, გეოპოლიტიკური ავტონომიის უზრუნველყოფის კუთხით, ასეთ ფონზე ჩვენ ევროპასთან ერთად არ ვართ. ჩვენ სხვა რაღაცებს ვაკეთებთ, იქნება აქეთ რეგიონში სხვა რაღაცეები, რაც თავის მხრივ არა პრობლემური თუ ევროპულ პოლიტიკას აწარმოებ, პარალელურად უნდა აკეთო, შეიძლება მეტი ორმხრივი რაღაცა, მაგაზე არ მაქვს პრობლემა, ხო? ეგ ჩვენ 2020-ის პროგრამაშიც გვეწერა, რომ უნდა დივერსიფიცირდეს ვაჭრობა, უნდა ქონდეს დამატებითი წყაროები, ეგ არ არის ავსებით პრობლემა, მაგრამ ევროპული გზა რომ მოკლეს რუსეთის დავალებით, აი ეგ არის პრობლემა და ეს არის სახელმწიფო სუვერენიტეტის პრობლემა. ეს ტერიტორიული მთლიანობის გამტკიცებას უშლის ხელს, არაღიარების პოლიტიკის გამტკიცებას უშლის ხელს, საქართველოს თავდაცვის უნარიანობას უშლის ხელს, ეკონომიკურ შანსებს უშლის ხელს და ამიტომ ვკითხულობ, აი ვინმეს ცხოვრება შეიცვალა უკეთესისკენ? ან მეტი მშვიდობაა, მეტი პენსიაა, მეტი კეთილდღეობაა, რამე მეტი შანსი გამოჩნდა, ინვესტიციების შემოვიდა? აი ვთქვათ, ხო, გადავდოთ ეს პოლიტიკური გათოვლილ ქალაქებს მიხედონ ჯობია პირველ რიგში. ხო, ან მართლა თოვლის, როგორ ვთქვათ, გადათოვლის ისიც კი არ გვაქვს ხო რაღაცა უნარი, როგორც სახელმწიფოს რაზეა ლაპარაკი. ეს არის კატასტროფიული ხელისუფლება, რომელიც არა მარტო ღალატობს ქართველი ერის არჩევანს რუსეთის დავალებით, არათუ ემსახურება რუსეთს, არამედ საკუთარ ერს ელემენტარულ სერვისებს ვერ სთავაზობს და რომელ ყოველდღიურ ეროვნულ უსაფრთხოებაზე საერთოდ საუბარი, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი არის მაგნიცკის სიაში შეყვანილი და სანქციონირებული და კრიმინალების და ტერორისტების გვერდით. და ნაცვლად იმისა, რომ ეხა ევროპასთან ვამტკიცებდეთ ურთიერთობებს, რომ აი ამ ახალ კონტექსტში ჩავეწეროთ, ჩავჭდეთ და ჩვენი ეროვნული მიზნები განვახორციელოთ, როგორც ყველა საგარეო საქმეთა მინისტრი შვება, როგორც ყველა საგარეო კომიტეტი შვება, როგორც ყველა პარლამენტარი შვება. ნაცვლად ამისა ჩვენ სხვა რაღაცებს ვაკეთებთ და იმით გადმოვალ გაეროს რეზოლუციაზეც, ხო? ეხლა ამერიკას ბუნებრივია ამ მომენტში გააჩნია თავისი ინტერესი. დიახ, ძალიან მარტივად ამერიკა მარტივი დრაფტი შეიტანა, მარტივი ვერსია დოკუმენტის. ამ ეტაპზე ნაადრევია საუბარი, ხა დღეს გაეროში არის 3 სხვადასხვა სხდომა, ნიუ-იორკში ცოტა ხნის წინ გათენდა, ამიტომ ნაადრევია საუბარი, რომელი ვერსია როგორ გავა, მაგრამ მე შემიძლია უკვე ვთქვა, რომ საქართველოს უნდა ექნა რა? საქართველოს შეეძლო ეს მომენტი გამოეყენებინა სწორად და კონსტრუქციულად ყველასათვის, რომ კონსენსუალური ესე იგი დოკუმენტი შექმნილიყო, ისეთი, რომელიც ევროპული კავშირის და უკრაინისთვის მისაღები იქნებოდა და ამერიკისთვისაც და აი ეს იქნებოდა ქართული დიპლომატიის ტრიუმფი. ის კი არა, რომ ეხა საკუთარი ქულების დაწერას შეეცადნენ დოკუმენტს, რომელიც შეიძლება ვერც კი გავიდეს. არა, კონსენსუსი უნდა მოგვეძებნა ეროვნული ინტერესის, ქართული ინტერესის და უკრაინული ინტერესის გათვალისწინებით. მადლობა გრიგოლ გეგენიას, მადლობა. რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში, დაგველოდეთ.